USA to Georgia. რა გჭირთ ხალხო? კომპანია რა გჭირს USA to Georgia? როგორ დაუჯერო ასე ძალიან გიჭირთ, რომ გრამებშიც რაღაცა მოტყუებაში ცდილობთ, რომ რაღაცა თანხები ამოიღოთ ადამიანებისგან. გამოვიწერე ნივთები, რომლებიც აწონეთ, აგერ ფოტოებს დაურთავ და მიჩვენებთ, რომ არის 3 კილო, კილო 600 და კილო 600, 3 ნივთი. აგერ ბატონო თქვენი სასწორი. იცით მე რამდენი შემთხვევაა, რომ ასეთი აცელილები ხართ? რა პუნქტიათო, ამ ქალაქში არ ცხოვრობთ? ამ ქალაქს ხო ემსახურებით, თქვენ ქვეყანას ხო ემსახურებით თო? თქვენი სასწორი ხო არის, ჩემი მიტანილი სასწორი ხო არის, ისნის ფილიალში გიდევთ და იქ ავწონე. უბრალოდ გადავამოწმე, იმიტომ რომ უკვე მე რამდენი შემთხვევაა, რომ წონაში იტყუებით, ხო? განა რა არის ხა 10 თუ 12 ლარი მომიტეხეთ, მაგრამ ხო მაგრად ტეხავს ამ 10 და 12 ლარის ჯიბიდან ამოცლა. ისედაც მემსახურები პატიოსნად ფულს გიხდი. თქვენთან ურთიერთობა მომწონს, სწრაფები ხარ, დროულად მოგაქვთ, მაგრამ აი ესეთი რაღაცა გენერატული გამოხტომები რო გაქვთ, რაღაცა მაგრად ტეხავს რა. არა თბილისური და არა ქართული პონტია რა და მაგრად უნდა გწხვენოდეთ. ეხლა რაც შეეხება სხვა საკითხს. მოკლედ ნივთები დეკლარაციის სახით ასე შემდეგ, ნუ 110 ლარი, 120 ლარი, მერე წონა კიდე რაღაცა, ნუ რაღაცა ნივთი დამიჯინეთ 230 ლარი. კაი, გასაგებია. გუშინ წინ მანამ ყველაფერი არ გადავაგზავნე. ყველა საბუთი. და ამბები ნივთი არ მომაწოდეთ. ანუ გამოდის რომ ფილიალშიც არ ქონდათ. როგორც კი, ანუ საბაჟოზეა გაჩერებული. როგორც კი ყველა საბუთი გადავაგზავნე, 5 წუთში მწერეთ რომ თქვენი ნივთები ისნის ფილიალშია, შეგიძლიათ გაიტანოთ. რეკავ და ვეუბნები, ჩემი ნივთები როგორ აღმოჩნდა საბაჟოდან ესე სწრაფად 5 წუთში ისნის ფილიალში და მეუბნებით. არა, ეს ნივთები ისედაც ჩვენთან იყო. არ ვიცი, ვერაფერს ვერ ვიტყვი, ჩემთვის უცნაურია. მაგრამ კიდე უფრო უცნაური, იცით რა არის? სხვა ნივთი, უფრო მეტად მაღალფასიანი. პირდაპირ გამატანეთ, უბრალოდ წონის ფული გადამახადოთ. პირდაპირ გამატანეთ საბაჟოს რაღაცა აი ამ პროცედურების გარეშე, რაც წინა 2 ნივთის შემთხვევაში იყო, გამოვიტანეთ თუ არა ნივთი გუშინ ისნის ფილიალიდან და ავწონე და 3 კილოს მაგივრად აი ეს აღმოჩნდა. ეგრევე მომდის მესიჯი, რომ დეკლარაცია უნდა შეავსოთ, ერთი თვე გაქვთ ამისთვის ვადა. და წინა ორ შემთხვევაში ესეთი გარეაჩკა რატომ მომიწყეთ? ვაფშე რა ხდება, რა მაფია, ან პატრონი არ ყავს ამ სექტორს, ამ სფეროს, რომ შეისწავლოს და ყურადღება მიაქციოს? მე ხო ზღაპრებს არ ვიგონებ, ეს რეალობაა, დოკუმენტურად ყველაფრის სკრინშოტები მაქვს და ყველაფერი დოკუმენტაცია მაქვს. თავი გაიგიჟეთ, მანამ ყველაფერი არ მომაწესრიგებინდა და მანამ არ გამწეწეთ. და ის 2 ნივთი არ გამომატანეთ და მესამე ნივთი, რომელიც იმადზე ძვირი იყო, გამომატანეთ და მერე დამაწიეთ. გზაში ისა რა ქვია, ერთი თო გაქვს ვადაო. იმ ორისთვისაც მოგეცა შედალოცილო ერთთვიანი ვადა. რას დამასხით თავზე ნავთი და ცეცხლი წამიკიდეთ თო. ან ვერ გავიგე, ვინ გითხრა რომ ჩემი ნივთი გადააზღვია და 5 ლარი დამიმატე ზემოდან ხარჯიო. ან რა დოკუმენტაცია მოამზადეთ, რა ბიუროკრატია, რა ფულები დახარჯეთ ამდენი, რომ 16 ლარი და საბაჟოს ხო გადაუხადე, რაღაც ჯერ 20 ლარი, მერე 110 ლარი. თქვენ ხო წონის ფული 105 ლარი გადაგიხადეთ, რა დამიჯინეთ ხო ნივთი? და თან 16 ლარს მიმატებ და მეუბნები საბაჟოსის მოსამზადებელი 16 ლარიაო. ამას კიდე უფრო გამოვიკლევ და პროსტა მაგრად ტეხავს, გოიმები ხართ რა. გოიმები ხართ ასე რომ იქცევით რა.